მოგესალმებით დილამშვიდობის ცოტას მაღლა ავწევ კამერას ესე მოკლედ სამსახურში წასვლამდე დამჩა 20 წუთი დღეს ადრე მივდივარ და მაინც ცოტა უნდა გესაუბროთ პატარა ვიდეოს ჩავწერ არადა გუშინ წინ ჩაწერილი ვიდეო დღესაც არ ამიტვირთავს და კიდევ აღდგომის პერიოდში ჩაწერილი ვიდეო დღესაც არ ამიტვირთავს. იმ აღდგომის მეორე მესამე დღეს გადაღებული ვიდეოს აღარ ავტვირთავ, მაგრამ ეს ხოლმეათებს ვწვანეთ. ხო. გუშინ წინდელ ვიდეოს და ამ დღევანდელ ვიდეოს საღამოს ავტვირთავ დღეს საღამოს. ესე იგი მიკროფონი რომ მქონდა ძალიან შორს, კარგად არის მოდა ჩემი ხმა. იმიტომ რომ ხმამაღლა არ ვსაუბრობ ეხლა რადგანაც მიკროფონი მიგეთია. მოკლედ დღეს მინდა ვისაუბრო ესეთ თემაზე მატერიალურ სიყვარულზე. წესით სწორად გამოვთქვა, ალბათ ეგრეც უნდა ერქვას. მატერიალური სიყვარული და რას გულისხმობ ამაში. ეს რას გულისხმობ, სიტყვაზე ბიჭს მოსწონს გოგო, მაგრამ გოგოს არანაირი გზნობები არ გააჩნია ბიჭის მიმართ და მოდით მე მქონდა ერთი ესეთი მაგალითი შემთხვევა და მაგალითს მოვიყვან ესეც, რომ იყო ჩემი მეგობარი, რომელიც მოეწონა თუ შეუყვარდა ერთ ბიჭს. ესე ზედაპირულად ვიტყვით, რომ ზუსტად და კონკრეტულად არ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ვის ვინ მოეწონა და რაღაცა, უბრალოდ მაგალითის გამო მომყავს. მოეწონა ბიჭი, მაგრამ უბრალოდ არ მოწონდა ამ ჩემ მეგობარს ეს ბიჭი. და მართლა ძალიან დიდ პატივს სცემდა ეს ბიჭი რა, რავი, კაი ხანი, მართლა ძალიან იხარჯებოდა ესე ვთქვათ და დიდ პატივს სცემდა ამ ჩემს მეგობარს. მაგრამ სხვათა შორის ჩემ რჩევებსაც ძალიან ითვალისწინებდა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ, ბავშვობიდან რო ერთად ვიზრდებით, ეგეთი მეგობრები ვართ რა და ძალიან ითვალისწინებდა ჩემს რჩევებს. რომ ეტყოდა არ მომწონს და რა ვქნა, რა გავაკეთო, ძალით ხო არ შევიყვარებო, მე თვითონაც არ ვიცოდი რა მერჩია, მაგრამ ყოველთვის ვურჩევდი, რომ უნდა იცოდეს, რომ არ მოგწონს, არანაირი გზნობა მის მიმართ არ გაგაჩნია, მაგრამ უნდა იცოდეს ისე, რომ ძალიან გული არ ატკინო. იმიტომ რომ შენთვის ესე ძალიან იხარჯება და შენთვის ესე ვთქვათ საჩუქრები ისინი ყველაფრით განებივრებს. მაგრამ ყველაზე არასწორად რაც მიმაჩნია არის ის, რომ გოგომ რო ბიჭი მოატყუოს და ბიჭმა რო ტყუილში იცხოვროს. და რატომ უნდა მოატყუოს გოგომ? იმის გამო, რომ ბიჭი გამოიყენოს ესე ვთქვათ და ბიჭისგან საჩუქრები და პატივისცემა და ეგეთი რაღაცები მიიღოს მანამ სანამ ამის შესაძლებლობა ექნება. სამწუხაროდ არიან ეგეთებიც ბევრი. უბრალოდ ბიჭებს რო იყენებენ, თუნდაც ბიჭი ავიღოთ რა, ბიჭები გოგოებს არ იყენებენ. ძალიან სამწუხაროა ეგეთი საქციელები ბიჭებისგანაც და გოგოებისგანაც, როდესაც ტყუილში აცხოვრებ, ვთქვათ, მეორე ნახევარს რა, კონკრეტულ ვიღაცას ტყუილში აცხოვრებ, იმის გამო, რომ შენ მას იყენებ რა. ადრე თუ გვიან გაირკვევა ეგეთი რაღაც, მაგრამ ძალიან გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდი ამაზრდენი საქციელია ჩემი აზრით, რომ როდესაც ბიჭს მოწონხარ და
პატივს გცემს, საჩუქრებს გჩუქნის, შენ ამ დროს არანაირი გრძნობა რო არ გაგაჩნია ამ ბიჭის მიმართ და შეიძლება გაღიზიანებდეს კიდეც, მაგრამ იმიტომ არ ეუბნები ამ ყველაფერს, რომ შენ ეს საჩუქრები მიიღო და შენ სიამოვნებით დარჩე, ეს საქციელი არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი. თუმცა მეხსიერება ამომეწურა და გამეთიშა ვიდეო. ანუ 128 გიგაბაიტი კი არა, რა ვიცი. ტერაბაიტიც რო იყოს, სასწაულს უშვები ამ მეხსიერებას. რა ვიცი, მაგრამ მართლა ძალიან ბევრი ვიდეოები და ფოტოები მაქვს ამ ტელეფონში, მართლა გაივსება, აბა რა იქნება ვლოგებს რო ვიღებ ავშლი. ხო და იმას ვამბობდი, რომ ჩემ მეგობარსაც ამ რჩევას ვაძლევდი, რომ ანუ ესე რო იხარჯება, ეტყობა კიდეც, რომ ძალიან უყვარხარ თქო, მაგრამ როცა მეტყო და არ მიყვარს და რა გავაკეთო, ძალით ხო არ შევიყვარებო, ვეუბნებოდი ესეთ რაღაცას, რომ იცი რა არის, ანუ არ უნდა აჯახო ეგრევე, რომ მე არ მიყვარხარ და რადგანაც ანუ როგორ გითხრათ რა, უბრალოდ უნდა მიახვედროთ, რომ არ გიყვართ, ისე უნდა უთხრათ, რომ გული არ დაწყდეს. ანუ ნელ-ნელა უნდა უთხრათ, რომ ძალიან დიდი მადლობა საჩუქრისთვის და ყოველ ჯერზე უნდა გაუმეოროთ, რომ ბოდიში, მაგრამ მე შენს მიმართ არანაირი გრძნობა არ გამაჩნია და უბრალოდ დავრჩეთ მეგობრები. ხო, ეგეთი რაღაცა უნდა უთხრათ. და რა, თქვენც თავი მოიტყუოთ, თვითონაც მოტყუებული დარჩნენ. არ ვიცი. მე მაგალითად ეგ საქციელი, რა ვიცი, თქვენც დაწერეთ, რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ წარმოიდგინე ადამიანი, რავი, რადონის უსინდისო ეშმაკუნა უნდა იყო, რომ ეგრე ზოგადად ადამიანის გრძნობებზე რომ ითამაშო, ბიჭი იყოს თუ გინდა და გოგო იყოს. ბიჭები არ უშვებენ შეცდომას. ხო და არ არის სწორი საქციელი ეგ. არ ვიცი ეს თემა საიდან როგორ მომივიდა თავში, მაგრამ უბრალოდ მინდოდა მესაუბრა. გუშინ გამახსენდა რაღაცაზე და ვლოგის ჩაწერა მინდოდა, მაგრამ ძალიან დაღლილი ვიყავი და დღეს დილას ასე ჩავწერე ვლოგი. ვაიმე, როგორ მჭირდება დასვენება. აი ეს კვირა იყო კატასტროფა. ეს კვირა იყო აი მარტო სამსახური რა, სამსახური და ძალიან დავიღალე. ხო და აი დღეს 12-ზე უნდა ვიყო სამსახურში. ხვალ დილიდან საღამომდე და სამაგიეროდ ზეგ და მაზეგ 2 დღე კარგად გემრიელად დავისვენებ, გემრიელად გამოვიძინებ. მეტი არაა ჩემი. ხო და კიდევ მოვიფიქრებ, რა მინდა, როგორ მინდა, დავლაგდები რა. იმიტომ რომ ძალიან მიჭირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რა. ანუ თან მინდა, თან არ მინდა, თან მეშინია იმ სიახლის, თან მენანება იმ ძველის დატოვება და ასე შემდეგ რაღაცა გზაგასაღარზე ვდგავარ რა. მაგრამ არ მაწყობს რა. ანუ ძალიან ზედაპირულად გითხარით, მაგრამ არ ვიცი. ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ რა, რაღაცების შეცვლაზე.
მეც აღარ გავაგრძელებ საუბარს, ანუ გულისხმობ სამსახურს, სურს და მინდა სამსახურის შეცვლა, მაგრამ თან მენანება იქაურობის დატოვება, თან რაღაცებს განვიცდი, თან ახალი სამსახურის მეშინია, არ ვიცი რატომ, მაგრამ უნივერსიტეტსაც შეეხება ეს ყველაფერი, რომ ესა მოკლედ რა არ არის არც ეს სამსახურია ჩემი, არც ეს უნივერსიტეტია ჩემი და ყველა დროის პლანგვა არის სისულელე რა. უნივერსიტეტში ალბათ დავრჩები, მაგრამ მაგაზეც ვფიქრობ, რომ არ მინდა უნივერსიტეტი, მინდა კოლეჯი მზარეულის განხრით, ესე ვთქვათ. სამსახურიც ისეთი მინდა, რომ იცოდე რისი კეთება გიწევს. კონდეს ერთი საქმე, ეხა ერთი საქმე არ გექნება სამსახურში, მაგრამ კონკრეტული თუნდაც 5 საქმე აიღე. შენ იცი, რომ იმ 5 საქმის კეთება გიწევს და შენ ეჩვევი ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში. და მინდა კიდევ მქონდეს ერთი გრაფიკი. 7-8 საათიანი გრაფიკი დღეში. მე მეტი არ შემიძლია, ანუ 8 საათი საკმარისია რა. ხო და თან კიდე ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიით რო ვიმუშავებ, ანუ სამზარეულოში ეს 8 საათი ყოველ დღე სამზარეულოში სიტყვაზე საჭმლის მომზადება რომ მომიწევს, ბევრად უფრო სასიამოვნოც და მალე გავა დრო. ჩემი აზრი ესეთია. დაღლასაც ვერ ვიგრძნობ იმდენად, იმიტომ რომ ეს არის ჩემი საყვარელი საქმე, ჩემი საყვარელი პროფესია. ასე რომ ვფიქრობ გადასვლაზე. მაგრამ მაშინ როცა კაი სამსახურიდან დამირეკეს, დაახლოებით ხელიდან გავუშვი რა, იმიტომ რომ სპარს ვერ მოვწყდი. მენანებოდა სპარის დატოვება. ხო და ეხლაც ნამდვილად ეს ორი დღე რომ დავისვენებ, პირველ რიგში კარგად უნდა გამოვიძინო, არა და მე რომ ღამე სახლის დალაგებას დავიწყებ და მე რომ 3 საათამდე სახლის დალაგებაში ვიქნები და 3-ზე რომ დავიძინებ. მოკლედ ეს ორი დღე კარგად უნდა გამოვიძინო და მოვიფიქრო ყველაფერი რა მინდა, რისი შეცვლა მინდა. სადღაც ბუნებაშიც მინდა გასვლა, თბილისის ხმაურს მოწყვეტა. სიამოვნებით წავიდოდი სოფელში, მაგრამ ეხა ეს ორი დღე არ მაქვს მაგის არც ნერვები და არც საშუალება. ანუ 4 საათი იქეთ გზაში უნდა იყო, 4 საათი აქეთ გზაში უნდა იყო, ანუ გემაზება რა. აქედან დილას რო წახვალ სიტყვაზე, წახვედი რა ვიცი 9 საათზე. პირველზე 2:30-მდე არ ახარ ჩასული იქ. მერე კაი ეგ დღე გაჩერდები. მეორე დღე გაჩერდები და მესამე დღეს წამოხვალ და უნდა გახვიდე ეგრევე სამსახურში. პლუს ამას გზის ფული გინდა, იქ რაღაცა ფული გინდა, საჭმელი გინდა და ამ პერიოდში არ მაქვს მაგის ნერვები. ზაფხულში წავალ ალბათ კარგად 1 კვირა ან 10 დღე მაინც დავისვენებ სოფელში. მანამდე აგერ რა ვიცი, სადღაც გავალ სადმე ან თაწმინდაზე ან რა ვიცი, თბილისის ზღვაზე ან სადმე გავალ. იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ
აი ამ ქალაქის ხმაურს მინდა რომ მოვწყდე ძალიან მოკლედ. აი ხანდახან ძალიან მაინტერესებს მარტო მე ვარ ესე. ხანდახან იმდენად დაღლილი, გათიშული, გაბრუებული ვარ, რომ თავი მგონია სიზმარში. ანუ ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მესიზმრება და რა იმის მოლოდინში ხარ, რომ რაღაცა პერიოდში გაგეღვიძოს. არ ვიცი რატო მაწუხებს ეს ფიქრები, მაგრამ ძალიან იშვიათად ოღონდ. როცა გადაღლილი ვარ და როცა ძალიან გაბრუებული ვარ, მაშინ მაწუხებს ეს ფიქრები, რომ აი თითქოს და გინდა რომ გაგეღვიძოს და დასრულდეს ეს სიზმარი რა. მაგრამ რეალურად როგორც ნამდვილ სიზმარს, ესე ვთქვათ, შენი ფიქრები გადაამუშავებს, ეგრეა შენი ცხოვრებაც. შენი ცხოვრება არ არის სიზმარი, მაგრამ შენი ცხოვრება შენი ტვინით და შენ თვითონ შეგიძლია მართონ, ისე რომ არ გავდეს სიზმარს და არ გინდოდეს გაღვიძება. ანუ ხომ მიხვდით, რასაც გულისხმობ. ზოგჯერ მგონია ჩემი ცხოვრება სიზმარი და მინდა ხოლმე რომ გამეღვიძოს, ოღონდ ისეთ პერიოდში, როცა ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ რეალურად ჩვენი ცხოვრება არ არის სიზმარი, ჩვენ ცხოვრებას ჩვენ თვითონ წავმართავთ, ისე როგორც ჩვენ გვსურს, ასე რომ ისეთი ცხოვრება უნდა მოვიწყოთ და შევიქმნათ, რომ აი სიზმარი არ გვეგონოს და გაღვიძება არ გვინდოდეს მით უმეტეს. ნუ ეხა სიზმარი კაიც გვესიზმრება ხოლმე. ოქროები რო თავზე გვაყრია, მაგრამ გაღვიძება არ უნდა გვინდოდეს რა. ესე იგი ეს აპრილი რანაირი ამინდები მოიტანა ამ აპრილმა, მე ვერ გავიგებ. გუშინ სამსახურიდან სამსახურში რო ვიყავი, მაშინაც წვიმდა გარეთ. სამსახურიდან რო გამოვედი, საერთოდ არ წვიმდა, ძალიან ცოტას. სახლამდე მოსვლა მაცა და მინდმა და რო შემოვედი სახლში 10 წუთში დაიწყო წვიმა. როგორი იცით? აი რატომღაც მეგონა, რომ მთელი ღამე გაგრძელდებოდა ეს წვიმა და საშინლად წვიმდა, ძალიან ძლიერად. მე მახსოვს სოფელში გაზაფხულზე იყო ზაფხულის პერიოდში, არ მახსოვს ზუსტად რომელ თვეს, მაგრამ ყოველთვის წვიმა იყო და როგორი იცით? აი ლამის კი არა და წყალდიდობა რომ მოყვებოდა, ეგეთი წვიმა ჩვენთან სოფელში ყოველ წელს არის ხოლმე. მაგრამ ეს აპრილის პერიოდი არ ამგონია რომ იყოს, ეგ არის უფრო ახლოს ზაფხულთან ალბათ, ან შემოდგომის დასაწყისში, არ ვიცი ზუსტად. ხო და ისე წვიმდა ღამე და ეხლა მზეა როგორი იცით? სასწაული მზეა. ვეღარ გაუგე ამ ამინდებს. ეხლა მოკლე მკლავიანითაც რო გახვიდე გარეთ არ შეგცივდება, მაგრამ ამაზე უნდა გადავიცვა გრძელმკლავიანი და კურტკა დუტიმი მაქვს კიდე. იმიტომ რომ ღამე ცივა და მე ეხლა სამსახურში რო გავალ, საიდან გამოვიტან კურტკას, ხო? ღამე რომ მოვდივარ სამსახურიდან ცივა. არ ვიცი ხა ყველა ადამიანი იღლება და ყველა ადამიანს სჭირდება დასვენება. მადლობა ღმერთს, რომ ხელი მაქვს, ფეხი მაქვს, მეტყველება საუბარი შემიძლია.
მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის, იმისთვის რაც მომცა. არაფერი ისეთი გაჭირვება არ მაქვს, რომ ესე ვთქვათ, არ მქონდეს ცხოვრების ხალისი. უბრალოდ არის რაღაც პერიოდები, გადაღლის პერიოდები, საკუთარ თავთან ესე ვთქვათ, ჩაძირვის პერიოდი, რომ რაღაცებზე გეფიქრება და რაღაცები შეცვლა გინდა. ასე რომ ეგეთი პერიოდები კი არა, ბევრად უფრო რთული პერიოდები აქვს ყველას. და მე შეიძლება კი არა და ჯერ ცხოვრება წინ არის და რთული პერიოდებიც მელოდება. ასე რომ ეს უბრალოდ ფიზიკური და ემოციური გადაღლილობა გაივლის. უბრალოდ დატვირთული პერიოდი მქონდა და ეხლა ეს 2 დღე რო დავისვენებ, ისევ გამოვფხიზლდები და გავაგრძელებ ისევ უფრო ფხიზლად ცხოვრებას. წავედი ახლა გავიქეცი სამსახურში, როგორც ყოველთვის. მე თუ ვიდეოს ვიღებ დილის საათებში რა და სულ სამსახურში გავდივარ ვიდეოს მერე. გუშინ 6 გამოცდა დავწერე. შვალედურები მქონდა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მაგრამ სამსახურის გამო ვერ წავედი სხვა დღეებში. ორშაბათს სამსახურს ხელი არ შეუშლია, უბრალოდ მე თვითონ დამეზარა ორშაბათს წასვლა. თუ არც ვიცოდი გამოცდები დაწყებული რო იყო მე მგონი და დანარჩენი დღეები ვერ წავედი და პარასკევს დავწერე 6 გამოცდა. გათიშული მივედი სამსახურში, როგორი იცით, ძალიან. და მერე 4-დან 11-მდე კიდე სამსახურში ვიყავ. მეგობრებო, იაქტიურეთ კომენტარებში აუცილებლად. ჩემი კონტენტი ისეთია, რომ აი სულ ახალი ვიდეოები უნდა დაზოთო, ძველებს საერთოდ აღარ უყურებს ხალხი. მაქსიმუმ 5 დღე უყურონ ახალ ვიდეოს, ეს ძალიან მაქსიმუმ. მე ამ ბოლო პერიოდში რასაც დავაკვირდი, 2 დღე, 3 დღე უყურებენ ახალ ვიდეოს. რაც ნახვები ექნება, რაც კომენტარები დაიწერება, თუ არა და მერე უკვე აზრი არ აქვს შესვლას. მე-4 დღეს, მე-5 დღეს, თუნდაც 1 კვირის მერე უკვე აღარც კომენტარები იწერება და ნახვებიც ძალიან ცოტა ემატება. ასე რომ რა ვიცი, დაწერეთ თქვენი აზრით ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარებში, თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და როგორ რა მოიმოქმედეთ, ესე ვთქვათ. ოღონდ არ მითხრათ, რომ ბიჭი ან თუნდაც გოგო ტყუილში აცხოვრეთ იმის გამო, რომ მატერიალურად ის მიგეღოთ, ესე ვთქვათ, სიამოვნება იმით, რომ საჩუქრებით განებიურებდათ. ეგ არის ძალიან ცუდი საქციელი. კაი ხალხო, კაი. აბა თქვენ იცით, აბა კარგად იყავით დროებით.